2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გიორგი ჯინჯარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად დიღმის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ჩვენი ვალია მისი ხსოვნა არ მიეცეს დავიწყებას და პირიქით ის იყოს მაგალითი პატრიოტიზმის, სიმტკიცის, ისევე როგორც სხვა ათასობით გმირი, რომელმაც ჩვენი საქართველოს გამო, ჩვენი ქვეყნის გამო თავი გაწირეს, მათ მაგალითზე უნდა აღიზარდონ ჩვენი თაობები. პატივს მივაგებთ ეროვნულ გმირს, ბატონ გურამ გაბესკირიას, სოხუმის უკანასკნელ მერს, რომელმაც ბოლომდე სამაგალითო გმირობის მაგალითი აჩვენა ახალგაზრდებს, მომავალს, მისი თავგანწირვა და ღირსეული ბრძოლა სამშობლოს ერთიანობისთვის არის მაგალითი და მასაზრდოებელი მომავალი თაობებისთვის. პატივს მივაგებთ მის ხსოვნას, მის ვაჟკაცობას, მის სულისკვეთებას, პატრიოტიზმს. გურამი სოხუმიდან ვიცნობ და იყო ფეხბურთელი კაცი, ვაჟკაცი კაცი, მერე სოხუმი, ქალაქ სოხუმის მერად იყო არჩეული. მთელი ომის დაწყებიდან პირველი დღიდან მონაწილეობას ღებულობდა სოხუმში, ყველა შემოტევაში, იბრძოდა რიგით მებრძოლებთან. გურამ გაბესკირიას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. სახელი, რომელიც ტრაგედიაზე მეტად სიმტკიცეს, ერთგულებას და ქვეყნის სიყვარულს ნიშნავს. ეს მხოლოდ თარიღი არ არის, არც უბრალოდ კალენდრის მორიგი რიცხვი. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს ადამიანს, რომელმაც არჩევანი ღირსებაზე გააკეთა მაშინ, როცა სიცოცხლესა და თავმოყვარეობას შორის უნდა გადაეწყვიტა. არასოდეს სანამ ცოცხალი ვარ. სიტყვები, რომლებიც დროს გასცდა და ისტორიად დარჩა. სოხუმის მერი, რომელმაც ალყაში მოქცეული ქალაქი არ დატოვა. სახელი, რომელიც ტრაგედიაზე მეტად სიმტკიცეს, ერთგულებას და ქვეყნის სიყვარულს ნიშნავს. გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს. მისი ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. იმავე წლის 27 სექტემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.